მაუწყებლისა და ტელეკომპანია იმედის ეთერით გაშუქდა კაციტაძეების სასამართლო პროცესი. სიუჟეტიდან ირკვევა, რომ მთელი ოჯახის დაპატიმრების მიზეზი მათივე საკუთარი ტელევიზორი გახდა. 2007 წლის 2 იანვარს მშობლები კაციტაძე, მიქაძე და ვაჟიშვილი მათე დეიდასთან სტუმრად იმყოფებოდნენ. მათე სახლში ადრე დაბრუნდა, საკუთარი ბინიდან ტელევიზორი გაიტანა და ლომბარდში ჩააბარა. რისთვისაც $70 აიღო და მეგობრებთან ერთად დახარჯა. ოჯახში დაბრუნებულებმა ნახეს, რომ ტელევიზორი აღარ არის და პატრული გამოიძახეს. ტელევიზორი არ იყო სახლში. არ იყო, გამოვიძახეთ მილიცია. მილიცია გამოვიძახეთ. ანუ მილიცია პატრული გამოვიძახეთ. ტელევიზორი არ არის. ესე იგი ვიფიქრეთ, ვიღაცა მოვიდა. მშობლებმა საკუთარი ტელევიზორის თავგადასავალი მოგვიანებით გაიგეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. პრობლემები პატრულის გამოძახების შემდეგ დაიწყო. ჯერ შვილი მათე დააპატიმრეს, რომელიც 11 თვის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ტელევიზორი მშობლებთან ერთად მისი საკუთრებაც იყო და როგორც უნდა ისე განკარგავდა. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მას 3 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათე კაციტაძის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ არსებობდა. თავისთავად ამის შემდეგ დარღვეული იყო მის მიმართ სამართლის სახლის აღძრის ხელაფლება. უზენაესი სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მათე კაციტაძე საკუთარი ოჯახიდან საკუთარ ტელევიზორს ვერ მოიპარავდა და ის დარბაზიდან 11 თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა. ეს იყო საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის დროებითი გამოყენება, დაგირავება სხვა თანამესაკუთრეებთან შეუთანხმებლად, რაც არათვით არ შეიძლებოდა ჩვენ განგვეხილოთ როგორც დანაშაული. მშობლებმა განაცხადეს, რომ ტელევიზორი შვილმა მათთან შეუთანხმებლად წაიღო სახლიდან. ამ განცხადების საფუძველზე 2 დღეც არ იყო გასული, რომ ახლა მშობლები დაიჭირეს და ჩვენების შეცვლისთვის მათ ბრალი 371 პრიმა მუხლით წაუყენეს. ციხიდან გირაოს წესით გათავისუფლებას მათი აგარაკი შეეწირა. პროკურატურამ მათთვის 15,000 ლარის გირაო მოითხოვა, მოსამართლემ კი 5,000 ლარის გირაო შეუფარდა. ჩვენ წერილით მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მოეწოდებინათ თუნდაც ერთი სისხლის სამართლის საქმე, სადაც 371 პრიმა მუხლით გაასამართლეს მოწმე, რომელმაც ჩვენება შეცვალა ბრალდების სასარგებლოდ. შინაგან საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ პასუხი, რომ 2008 წლის 6 თვეში 371 პრიმა მუხლით რეგისტრირებულია 37 დანაშაული, მათ შორის გახსნილია 30 დანაშაული. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში თქვენ ნახეთ სტუდია მონიტორის მიერ მომზადებული ფილმი ჩემი გადაცემის სტუმრები, როგორც დაპირდით არიან ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 52 მუხლის წარმომადგენელი ქალბატონი მანანა კობახიძე. პირველ რიგში მინდა ნინოს მიმართო კითხვით. ფილმი დასრულდა ასე, რომ შენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართე თხოვდით გარკვეულ კითხვაზე გარკვეული პასუხი მიიღე თუ არა ის პასუხი, რასაც ითხოვდი. მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა ისევ მოწვევისთვის, ასე ვთქვათ და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებების ჩვენებისთვის. რაც მე მინდა ამ კითხვაზე არის ძალიან ესეთი ალბათ არ გავაოცებ მაყურებელს ესეთი პასუხი, მათ რა თქმა უნდა არ მომცეს, იმიტომ რომ მე თვითონ ბევრი ვეძებე. ანუ ჩემი კითხვა იყო ასეთი, ოდესმე თუ დაგიკავებიათ, ან გაგისამართლებიათ, ან აღგიძრავთ საქმე 371 პრიმა მუხლით. ანუ ჩვენების შეცვლისთვის, ვინმესთვის თუ აღგიძრავთ საქმე, ისეთი ადამიანისთვის, რომელმაც ბრალი დაასუსტა. არა, ბოდიშით, ბრალს ზურგი გაუმაგრა, ასე ვთქვათ. შეცვალა, მაგრამ პროკურორსა ან ბრალდების მხარეს აწყობდა. დიახ, აწყობდა, ეს მათ ინტერესში შედიოდა. ასეთი ტიპის კითხვით მივმართე და მათ რაღაცა ძალიან არაადეკვატური პასუხი მოსცეს, რომ აი ამ წლის 6 თვეში 371 პრიმა მუხლით გასამართლებულია რაღაცა X ადამიანი. ფილმში კარგად შეყვება ჩვენება, რომ რამდენიმე მომენტი იყო, რომელიც დაცვის მხარის სასარგებლოდ იქნა, ხო, მიღებული გადაწყვეტილება. მაგრამ ზუსტად იმის ჩვენება მინდოდა, რომ ისინი არ იყვნენ გასამართლებული. პასუხი მიიღე, მაგრამ არა ის, რაც შენ გინდოდა. არა, პასუხი მივიღე რაღაც ძალიან არაადეკვატური, ძალიან არ იყო ეს ჩემი კითხვის პასუხი. მათ მომაწოდეს რაღაც სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც მე ისედაც მქონდა. მე თვითონ მართლა ვეძებდი, გამოვითხოვე ბევრი საქმე, მაქვს სტატისტიკა, მაგრამ ეხლა ერთი ადამიანი რაღაცა 300-ზე მეტი საქმე იყო დაახლოებით და ამიტომ ყველას
ნახვას ვერ ვახერხებდი. და მე თვითონ მაქვს უფლება ადმინისტრაციული კოდექსი, მე მაძლევს იმის უფლებას, რომ კითხვა ასეთი ფორმით დამესვა და მათ დაამუშავონ, მათ აქვთ ამის ვალდებულება. მათ მოსცეს რაღაცა ძალიან არაადეკვატური პასუხი, რომ სტატისტიკა რაღაცა, რომელიც მე ისედაც მქონდა. უბრალოდ თავი აარიდეს, პროკურატურამაც თავი აარიდა ამ პასუხს. იმიტომ რომ ცალსახად ყველა საქმეში, რომელიც ვნახე და თან ძალიან მრავლად არის ასეთი საქმეები. უბრალოდ ის, რომ რასაც კანონმდებელი გიგა ბოკერია ამბობს, რომ მე მას ვკითხე, როგორც კანონმდებელს, რა იყო თქვენი მიზანი, როდესაც ამ ცვლილებას ხელს აწერდით, ხელს უწევდით. მან თქვა, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა იყო უკვე ჩვენებით ვაჭრობა. და მე ვუთხარი, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ამან ეს განკურნა და ეს პრევენცია გამოიწვია და შეაჩერა ის თუ პროკურატურამ ეს თავისი ინტერესისთვის გამოიყენა, ეს იყო ჩემი მთავარი კითხვა, იმიტომ რომ ოპოზიციონერი კუკავა, რომელიც ასევე ესწრებოდა იმ განხილვას, მაგრამ ამ მხარე არ დაუჭირა. მან თქვა, რომ ამას გამოიყენებს პროკურატურა. ეს არის პროკურატურის მუხლი და ეს იქნება ისეთი მუხლი, რომელიც გარანტიას მისცემს. ასე ვთქვათ, პოლიციას, როგორც გარანტირებული 100 ლარი, მაშინ რომ 20,000-ში, ვის უნდა 20,000-ში იყო, აი ესე გარანტირებული ჩვენება, გარანტირებული მტკიცებულება, ასე ექნებოდა. და მართლაც ასე, ქალბატონო მანანა, სრულ ჩვენება დასჯადი ხომ არის ისედაც არსებობს ესეთი. პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ არსებობთ და რა თქმა უნდა, მადლობა ნინოს და სტუდია მონიტორს ასეთი საინტერესო ციკლისთვის, რასაც ქვია ჟურნალისტური გამოძიება. ძალიან საინტერესო ფილმი იყო და ვფიქრობ საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვან თემაზეა საუბარი. თქვენ კითხვაზე პასუხი არის ერთი, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი, რომელსაც ქვია სრულ ჩვენების მიცემისთვის პასუხისგება, რა თქმა უნდა, თუ კი მოწმე, ან თუ კი დაზარალებული, ან თუ კი ექსპერტი მისცემს სრულ ჩვენებას, ან შესაბამისად გააყალბებს დასკვნას, თუ ეს ექსპერტზეა საუბარი, ეს არის დასჯადი ქმედება. და ბუნებრივია უნდა ვთქვათ, რისთვის დაჭირდა ამ შემთხვევაში კანონმდებელს ამ ახალი მუხლის შემოტანა, რასაც ქვია არსებითად საწინააღმდეგო ჩვენების მიცემა, რამაც მართლმსაჯულების განხორციელებაზე შეგნებულად, ასე ვთქვათ, ზემოქმედება მოახდინა. ძალიან კარგად ბრძანა ნინომ და ეს ფილმიდანაც ჩანს, რომ ეს რეალურად არის ის ბერკეტი, რომელსაც პროკურატურა იყენებს ყოველთვის იმ მოწმეთა მიმართ, რომლის ჩვენებაზეც მათ რეალურად უნდათ რომ გაამყარონ, ჩვენებით გაამყარონ ბრალდება და ჩვენ მოგეხსენებათ, რომ იმ მტკიცებულებას აქვს რეალურად ძალა და იმ მტკიცებულებაზე დაყრდნობით უნდა მიიღოს განაჩენი სასამართლომ, რომელიც გამოქვეყნდება სასამართლოში. ანუ მოწმე რა ჩვენებასაც მისცემს სასამართლოს წინაშე, აი ეს ჩვენებაა რეალურად მტკიცებულება. და როდესაც წინასწარ ძიებაში ასე ვთქვათ, დაამუშავებენ მოწმეს და ეტყვიან, რომ შენ ეს ჩვენება უნდა მისცეს სხვადასხვა ბერკეტებით და ეს ბერკეტები ძალიან მრავლად არის ქვეყანაში, მოგეხსენებათ, მას პარალელურ რეჟიმში, რა თქმა უნდა, ემუქრებიან, რომ იცი რა, შენ თუ ამ ჩვენებას გადათქვამ და სასამართლოში იტყვი იმას, რაც სიმართლეა, მოდით ესე დავარქვათ, შენ გემუქრება სულ მინიმუმ 3 წლის თავისუფლების აღკვეთა, ხო? აქედან გამომდინარე, სასამართლოზე, რაც არ უნდა მოტივირებული იყოს ადამიანი, რომ მისცეს რეალურად ის ჩვენება, ობიექტური ჩვენება, რაც ან ბრალდების მხარეს წარდგება თუ ან დაცვის მხარეს, მოდით ასე ვთქვათ, ის ამას ვეღარ აკეთებს. ქალბატონო მანანა, საინტერესოა, რისთვის სჭირდება მაშინ ხელისუფლებას, თუნდაც სასამართლოს ესეთი კანონის, როგორც თქვენ ამბობთ, გამყარება, იმიტომ რომ ერთ შემთხვევაში აი ვნახეთ ნინოს ფილმიდან ტელევიზორის ფაქტთან დაკავშირებით, ძალიან ესეთი უცნაური ფაქტია, საკუთარი ოჯახის წევრი იქნა დაკავებული ამ ფაქტზე, მაგრამ შემდეგ უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის გაეთავისუფლებინა. რა თქმა უნდა, მიიღო გადაწყვეტილება, იმიტომ რომ არ არსებობდა დანაშაულის შემადგენლობა. არ შეიძლება საკუთარი ნივთი მოიპარო. არ არის დანაშაული და ამიტომ მოხდა ამ საქმის შეწყვეტა. მაგრამ მეორე ამბავია, აქ იყო თუ არა არსებითად საწინააღმდეგო ჩვენება, მოდით ასე ვთქვათ. ადამიანები როდესაც მიდიან ოჯახში და ხედავენ, რომ არ არის ტელევიზორი და უჩნდებათ ეჭვი, რომ ეს არის ქურდობა და აღძრავენ საქმეს მათი განცხადებით და მათი ასე ვთქვათ ჩვენებით და